საღვთო ტრფიალების შესახებ. ვისაც მცირედ უყვარს, მცირედს გასცემს, ვისაც უფრო მეტად უყვარს, უფრო მეტს გასცემს და ვისაც ძლიერ უყვარს, რა შეუძლია გასცეს ამის ტოლფასი, გასცემს საკუთარ თავს. ქრისტე ჩვენი სიყვარულია, ჩვენი ტრფიალებაა. ქრისტე სიხარულია, ნათელი ჭეშმარიტი, ბედნიერება. ქრისტე არის ჩვენი იმედი. ქრისტესთან კავშირი სიყვარულია, ტრფიალება, აღფრთოვანება, საღვთო წადიერება. ქრისტე ყველაფერია. ის არის ჩვენი სიყვარული, ტრფიალება. ქრისტეს ტრფიალება წარუპარველი ტრფიალებაა, საიდანაც სიხარული მოედინება. სიხარული თვით ქრისტეა. ისეთი სიხარულია, რომელიც სხვა ადამიანად გხდის. ეს სულიერი შეშლილობაა, მაგრამ ქრისტეში. ეს სულიერი ღვინო ისე გათრობს, როგორც სუფთა ღვინო, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარსა ურწყულმან. სულიერი ღვინო სუფთა, ნატურალური, ძალიან ძლიერია და როდესაც სვამ გათრობს. ეს ღვთაებრივი თრობა ღვთის ნიჭია, რომელიც ეძლევა წმინდათა გულითა. რამდენადაც შეგიძლიათ იმარხულეთ, შეასრულეთ მეტანიები, რამდენიც გინდათ, ღვიძარებდით, რამდენიც გინდათ და დატკბით ამით, მაგრამ იყავით მხიარულნი. გქონდეთ ქრისტეს მიერი სიხარული. ეს ის სიხარულია, რომელიც საუკუნოდ გრძელდება და აქვს საუკუნო მხიარულება. ეს საუფლო სიხარულია, რომელიც იძლევა საიმედო მყუდროებას, მყუდრო მხიარულებას და ყოლად მხიარულ ბედნიერებას. ეს ყოლად სასიხარულო სიხარულია, რომელიც ყოველგვარ სიხარულს აღემატება. ქრისტეს სურს და სიამოვნებს, როდესაც სიხარულს აფრქვევს და თავის მორწმუნეებს სიხარულით ამდიდრებს. გისურვებთ, რათა სიხარული იგი თქვენი სავსებით იყოს. ეს არის ჩვენი სარწმუნოება. აქეთკენ უნდა წავიდეთ, შვილებო. ქრისტე ეს სამოთხეა. რა არის სამოთხე? ეს არის ქრისტე. სამოთხე აქედან იწყება. ვინც ამ ქვეყანაზე ქრისტეში ცხოვრობს, ის სამოთხეში ცხოვრობს. ეს სრულიად ერთი და იგივეა. ეს ასეა, როგორც მე გეუბნებით. ეს ჭეშმარიტებაა, მერწმუნეთ. ჩვენი საქმეა, რათა ვეცადოთ როგორმე ქრისტეს ნათელში შემოვალი გზა ვიპოვოთ. არსებითი ის კი არ არის, რომ ფორმალობები დავიცვათ, არამედ ვიყოთ ქრისტესთან ერთად. გაიღვიძოს სულმა და შეიყვაროს ქრისტე. გახდეს წმინდა, თავი მიუძღვნას საღვთო ტრფიალებას. მაშინ ქრისტეც შეგვიყვარებს. მაშინ ეს სიხარული იქნება წარუპარველი. ქრისტეს ყველაზე მეტად სურს, რომ აღგვავსოს სიხარულით, რადგან ის სიხარულის წყაროა. ეს სიხარული ღვთის ნიჭია. ამ სიხარულში ჩვენ შევიცნობთ ქრისტეს. ჩვენ არ შეგვიძლია შევიცნოთ იგი, თუ კი მან არ შეგვიცნო ჩვენ. როგორ ამბობს დავით მეფსალმუნე? არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად ჩვებიან მაშენებელნი მისნი. არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ ხმილავნი მისნი. ამის მოპოვება სურს ჩვენს სულს. თუ შესაბამისად მოემზადებით, მადლი მოგვაინჭებს ამას. ეს არ არის ძნელი. თუ მადლს მოვიხვეშთ, მაშინ ყველაფერი ადვილი, სასიხარულო და ღვთის კურთხევაა. საღვთო მადლი განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენი სულის კარზე და ელის როდის გავაღებთ, რათა შემოვიდეს ჩვენს მხურვალე გულში და აღავსოს იგი. სისავსე, ეს არის ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდა სამება, რა მშვენიერია. თუ სიყვარული გაქვს, შეგიძლია ომონიაზე იცხოვრო და არ იცოდე, რომ ომონიაზე იმყოფები. ვერც მანქანებს ხედავ, ვერც ხალხს, ვერც ვერაფერს. ხარ საკუთარ თავში იმ პიროვნებასთან ერთად, რომელიც გიყვარს. ცხოვრობ მისით, გსიამოვნებს და ის შთაგაგონებს. განა ეს ჭეშმარიტება არ არის? წარმოიდგინეთ, რომ ის პიროვნება, რომელიც გიყვართ, იყოს ქრისტე. ქრისტე შენს გონებაში, ქრისტე შენს გულში, ქრისტე შენს არსებაში, ყველგან ქრისტე. ქრისტე არის ცხოვრება, წყარო ცხოვრებისა, წყარო სიხარულისა, წყარო ჭეშმარიტი ნათლისა. ის ყველაფერია. ვისაც უყვარს ქრისტე და სხვებიც, ის ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობს. ცხოვრება ქრისტეს გარეშე არის სიკვდილი, სატანჯველი. ეს არ არის ცხოვრება, არამედ სატანჯველი უსიყვარულობა. ცხოვრება ეს ქრისტეა. სიყვარული ქრისტეს მიერი ცხოვრებაა,
ან სიცოცხლეში იქნები, ან სიკვდილში. შენზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევ. და ერთი მიზანი გქონდეს, ქრისტეს, ეკლესიის, მოყვასის სიყვარული. სიყვარული, ღვთისმსახურება, წადიერება, ქრისტესთან და ეკლესიასთან შეერთება. ეს მიწიერი სამოთხეა. ქრისტეს სიყვარული, ეს მოყვასის, ყველას, თვითმტრების სიყვარულიცაა. ქრისტიანს ყველასთვის სტკივა, სურს რომ ყველა ცხონდეს, ყველა მიგემოს სასუფეველი ღვთისა. ეს არის ქრისტიანობა. თუ მოყვას შევიყვარებთ, მაშინ შევძლებთ რომ ღმერთი შევიყვაროთ. მიუხედავად იმისა, რომ კუწადია ეს, გსურს ერს, შეიძლება ღირსნი ვიყოთ, მაგრამ საღვთო მადლი მოდის მოყვასის მეშვეობით. როცა გვიყვარს მოყვასი, გვიყვარს ეკლესია, ესე იგი ქრისტე. ეკლესიაში ვართ ჩვენც. აქედან გამომდინარე, როდესაც გვიყვარს ეკლესია, გვიყვარს საკუთარი თავიც. ერთი მსურს, ერთი მწადია, ერთს ვეძიებ, ჩემო ქრისტე, ვიყო შენთან ერთად. შევიყვაროთ ქრისტე, და ის იყოს ჩვენი ერთადერთი იმედი და საზრუნავი. ვიყვარდეს ქრისტე მხოლოდ მის გამო და არასდროს ჩვენს გამო. და ეგ აგვამწესოს, სადაც მას ნებავს, და ეგ მოგვანიჭოს, რაც მას ნებავს. ნუ შევიყვარებთ მას მისი ნიჭების გამო. ეგოისტობაა, როდესაც ვამბობთ, ქრისტე ერთ მშვენიერ სავანეში დამამკვიდრებს, რომელიც მან შექმნა. იგი ქრისტემ მოამზადა, როგორც სახარემბა ამბობს, სახლსა მამისა ჩემისასა, სავანე მრავალ არიან, რაითა სადაც ამე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ. მართებული ის არის, რომ თქვათ, ჩემო ქრისტე, და ის იყოს, როგორც შენი სიყვარული ინებებს, ოღონდ ჩემს სიყვარულში ვიცხოვრო. მე საბრალო მაბა რა გითხრათ, ძალიან უძლური ვარ. ვერ შევძელი ისე ძლიერ შემოყვარებინა ქრისტე, რომ მას ეტრფოდეს ჩემი სული. გრძნობ, რომ ძალიან შორს ვარ მისგან, ასეთი განცდა მაქვს. ვერ მიმიღწევია იმისთვის, რაც მწადია. არ ვცხოვრობ ქრისტეს სიყვარულით, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ღვთის სიყვარულს მივანდობ ჩემს თავს. ვეუბნები ქრისტეს, ვიცი რომ ღირსი ვარ. იქ გამგზავნე, სადაც ჩემი სიყვარული ინებებს. ეს მწადია, ეს მსურს. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის შენ გემსახურებოდი. როდესაც მძიმედ დავსნეულდი და ამ ქვეყნიდან გასვლა ახლოვდებოდა, არ მინდოდა საკუთარ ცოდვებზე ფიქრი. მინდოდა უფლის, ქრისტეს სიყვარულსა და მარადიულ ცხოვრებაზე მეფიქრა. არ მსურდა შიში მქონოდა. მინდოდა უფალთან წასულიყავი და მის სახიერებაზე, მის სიყვარულზე მეფიქრა. და ახლა, როდესაც ჩემი ცხოვრების აღსაზრული ახლოვდება, არ განვიცდი შფოთს, მღელვარებას. არამედ ვფიქრობ, რომ როცა მეორედ მოსვლის დროს ღვთის წინაშე წარვდგები და მეტყვის ქრისტე, მოყვასო, ვით არ შემოხვედ აქა, რამო თუ არ აგმოსიეს სამოსელი საქორწინე. თავს დავხრი და ვეტყვი, რასაც შენ ინებებ უფალო, რასაც შენი სიყვარული ინებებს. ვიცი რომ ღირსი ვარ. იქ გამგზავნე, სადაც შენი სიყვარული ინებებს. სატანჯველის ღირსი ვარ, თუნდაც ჯოჯოხეთში გამიშვა, თავარია შენთან ერთად ვიყო. ერთი მსურს, ერთი მწადია, ერთს ვეძიებ, ვიყო შენთან ერთად, სადაც და როგორც შენ გსურს. ვძვილობ ღვთის სიყვარულს და მის დამიმსახურებას მივოძღვნა თავი. გრძნობ რომ ცოდვილი ვარ, მაგრამ იმედით ვცხოვრობ. ცუდია, როცა იმედს კარგავ, რადგან უიმედო ადამიანი იტანჯება და კარგავს გულმოდგინებასა და ძალას, ხოლო ის, ვინც იმედოვნებს, წინ მიიწევს, რადგანაც გრძნობს თავის სიგლახაკეს და ცდილობს გამდიდრდეს. რას შვება გლახაკი? თუ ჭკვიანია, ცდილობს რაიმე გზა იპოვოს, რათა გამდიდრდეს. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობ ჩემს უძლურებას და ვერ მიმიღწევია იმისათვის, რაც მწადია, იმედს არ ვკარგავ. როგორც უკვე გითხარით, ნუ გერს იმაში ვპოულობ, რომ მცდელობას არ ვაკლებ, თუმცა არ ვაკეთებ იმას, რაც მსურს. ილოცეთ ჩემთვის. საქმე ის გახლავთ, რომ ღვთის მადლის გარეშე არ ძალმით ქრისტეს სრულად შეყვარება. ქრისტე არ ავლენს თავის სიყვარულს თუ ჩემს სულს არ აქვს რამე, რითიც მას მიიზიდავს. და შესაძლოა ეს რაღაც მაკლია სწორედ. ამიტომ ვებედრები ღმერთს და ვამბობ, ძალიან უძლური ვარ, ქრისტე. მხოლოდ შენ ძარგიც, შენი მადლის წყალობით ღირსი გამხადო, ისე როგორც პავლე მოციქული, რომელსაც უხაროდა და იქადოდა, მეც ვთქვა მასთან ერთად, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არ ჩემთანა ქრისტე. ამით ვარ დაკავებული. ვცდილობ ვიპოვო გზები,
რათა ქრისტე შევიყვარო. ეს სიყვარული განუძღომელია. რამდენადაც შეიყვარებ ქრისტეს, იმდენად გგონია, რომ არ გიყვარს და მუდამ გწადია. უფრო მეტად შეიყვარო იგი. თუმცა შენ დაგაოცნობიერებლად უფრო მაღლა და მაღლა ადიხარ. როდესაც ქრისტე შემოდის გულში, ცხოვრება იცვლება. როდესაც ქრისტეს იპოვი, ეს კმარა შენთვის, სხვა არაფერი გსურს. მშვიდდები, სხვა ადამიანი ხდები. ცხოვრობ ყველგან, სადაც ქრისტეა. ცხოვრობ ვარსკვლავებს შორის, უკიდეგანო სივრცეში, ზეცაში ანგელოზებთან, წმინდანებთან, დედამიწაზე ადამიანებთან, მცენარეებთან, ცხოველებთან, ყველასთან, ყველაფერთან. იქ, სადაც ქრისტეს სიყვარულია, ქრება მარტოობა, ხარ მშვიდი, გახარებული, სიცოცხლით ახსავსე. არც მელანქოლია, არც ავადმყოფობა, არც დათრგუნულობა, არც შფოთი, არც პირქუშობა, არც სატანჯველი. ქრისტეა ყველა შენს ფიქრში, ყველა შენს საქმეში. გაქვს მადლი და ძალგიც ყველაფერი დაითმინო ქრისტესთვის. შეგიძლია იტანჯო კიდევაც უსამართლოდ, დაითმინო უსამართლობები ქრისტესთვის და თანაც სიხარულით. როგორც ის იტანჯებოდა, ასევე შენს ძალგიც იტანჯე უსამართლოდ. ქრისტე იმისთვის აირჩიე, რომ არ იტანჯო? რას ამბობს პავლე მოციქული? აწმიხარის ვნებათა მათ შინა. ეს არის ჩვენი სარწმუნოება. გამოიღვიძოს სულმა, შეიყვაროს ქრისტე და განიწმინდოს. მხოლოდ საღვთო ტრფიალებას მიეცეს. ამგვარად ქრისტეც შეიყვარებს მას. როდესაც ქრისტე შემოდის გულში, ცხოვრება იცვლება. ქრისტე ეს ყველაფერია. ვინც ქრისტე შეიმოსა, ის ენით უთქვენ მოვლენებს განიცდის, წმინდასა და ღვთაებრიოს. ცხოვრობს სიხარულში. ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა. ამით იცხოვრეს მოსაგრეებმა წმინდა მთაზე. ისინი მთელი გულმოდგინებით განუწყვეტლივ ჩურჩულებენ, უფალო იესო ქრისტე. როდესაც გულში ქრისტე შემოვა, ვნებები უჩინარდებიან. არ ძალგით შეურაცხო ვინმე, არც მოიძულო, არც შური იძიო, არც. როგორ გაჩერდება იქ სიძულვილი, ზიზღი, განკითხვა, ეგოიზმი, შფოთი, სევდა. ყველგან ქრისტეს უფევს და წადიერება დაუღამებელი ნათლისა. ეს წადიერება გაგრძნობინებს, რომ სიკვდილი არის ხიდი, რომელსაც წამში გაივლი, რათა ქრისტეში ცხოვრება განაგრძო. აქ დედამიწაზე ერთი დაბრკოლება გაქვს, ამიტომ საჭიროა რწმენა. ეს დაბრკოლება არის ხორცი. სიკვდილის შემდეგ კი რწმენა უქმდება და ხედავ ქრისტეს, როგორც ხედავ მზეს. რა თქმა უნდა, მარადიულობაში ყოველივე ამას უფრო მკვეთრად განიცდი. მაგრამ როდესაც არ ცხოვრობ ქრისტესთან, მაშინ გეუფლება მელანქოლია, სევდა, შფოთი, მწუხარება. არ ცხოვრობ სწორად. მაშინ ორგანიზმშიც უამრავი ანომალია იჩენს თავს. გავლენის ქვეშ ექცევა სხეული, ენდოკრინული ჯირკვლები, ღვიძლი, ნაღველი, პანკრეასი, კუჭი. გეუბნებიან, იმისთვის რომ ჯანმრთელი იყო, დილით რძედალიე, ჭამე კვერცხი, კარაქი ორცხობილასთან ერთად. მაგრამ თუ შენ სწორად ცხოვრობ, თუ ქრისტეს შეიყვარებ, მაშინ ერთი ფორთოხლით და ერთი ვაშლითაც ძალიან კარგად იქნები. უდიდესი წამალი ის არის, როდესაც ადამიანი მთელი გულით ემსახურება ქრისტეს. ყველაფერი იკურნება, ყველაფერი ნორმალურად ფუნქციონირებს. ღვთის სიყვარული ყველაფერს გარდაქმნის, ცვლის, გამოასწორებს, განწმენს. დიდ ნუგერს ღებულობს ჩვენი სული, როდესაც უფალი გწყურია. მაშინ აღარ დავკავდებით ყოველდღიური და ხრწნადი საზრუნავებით, არამედ სულიერით და ამაღლებულით. სულიერ სამყაროში ვიცხოვრებთ. როდესაც სულიერ სამყაროში ცხოვრობ, სხვა სამყაროში ცხოვრობ, ისეთში, როგორიც სიამოვნებს და როგორცაც ესწრაფვის შენი სული. მაგრამ ამავე დროს შენ არ ხარ გულგრილი ადამიანის მიმართაც. გსურს, რომ მანაც იპოვოს ნათელი, სიწმინდე და ცხონება, რომ ყველანი ეკლესიის წევრები გახდნენ. ქრისტესადმი სიყვარული განუძღომელია. ქრისტე არის თავი ყოვლისა სიხარულისა. მასზე აღმატებული არაფერია. ყოველივე გრძნობადით შეიძლება დანაყრდე, მაშინ როცა ღმერთით ვერასოდეს გაწყები. ის ყველაფერზე აღმატებულია. ღმერთი არის თავი ყოვლისა სიხარულისა. არც ერთი სხვა სიხარული, არანაირი მშვენიერება, ვერაფერი მას ვერ შეედრება.
რა შეიძლება იყოს უმწვერვალესზე მაღლა? ქრისტესადმი ტრფიალება ეს რაღაც განსხვავებულია. არა აქვს დასასრული, მისით ვერ გაძღები. ის გვაძლევს სიცოცხლეს, გვაძლევს ძალას, გვაძლევს ჯანმრთელობას, გვაძლევს და რამდენადაც მეც იძლევა, იმდენად და უფრო მეტად ისწრაფვის ადამიანი ეტრფიალოს ღმერთს. მაშინ, როცა ადამიანურმა ტრფიალებამ შეიძლება მოსპოს ადამიანი, ჭკუიდან შეშალოს იგი. როდესაც ქრისტეს შევიყვარებთ, სხვა დანარჩენი სიყვარული უკან იხევს. სხვა ნებისმიერი სიყვარულით გაძღები, ქრისტეს სიყვარულით კი ვერასოდეს გაძღები. ხორციელი სიყვარულით ოდესმე გაძღები. შემდეგ შეიძლება დაიწყოს შური, დრტვინვა, მკვლელობამდეც კი შეიძლება მივიდეს. შეიძლება სიძულვილში გადაიზარდოს. ქრისტესმიერი სიყვარული კი უცვლელია. ამ სოფლიური სიყვარული ცოტა ხანს გრძელდება და ნელ-ნელა ქრება. ხოლო ღვთაებრივი სიყვარული უფრო და უფრო იზრდება და ღრმავდება. სხვა ნებისმიერმა ტრფიალებამ შეიძლება უიმედობამდე მიიყვანოს ადამიანი, ხოლო საღვთო ტრფიალება ღვთის წიაღამდე აღგვამაღლებს, გვანიჭებს სიმშვიდეს, სიხარულს, სისავსეს. სხვა სიამენი დამღლელია, ღვთაებრივით კი ვერასდროს ვერ გაძღები. ეს არის განუძღომელი ტკბობა, რომელიც არასდროს ბეზრდება ადამიანს. ეს უმწვერვალესი სიკეთეა. სიმაძღრე მხოლოდ მაშინ ჩერდება, როდესაც ადამიანი ქრისტეს შეუერთდება. იყვარებს და რამდენადაც იყვარებს, იმდენად ხედავს, რომ სურს კიდევ შეიყვაროს. ხედავს, რომ ჯერ არ შეერთებულა, არ მისცემია ღვთის სიყვარულს. აქვს განუწყვეტელი ტოლვა, სურვილი, რომ მიაღწიოს უკიდურეს საწადელს, ქრისტეს. სულ მარხულობს, სულ მეტანიებს ასრულებს, სულ ლოცულობს, თუმცა მაინც ვერ კმაყოფილდება. ვერ აცნობიერებს, რომ უკვე მიაღწია ამ სიყვარულს. ვერ გრძნობს, რომ რასაც ესწრაფვის, აღივსო მისგან, რომ შეიძინა ის, განიცდის მას და ცხოვრობს მისით. ყველა მოღვაწეს ეს საღვთო ტრფიალება, ეს საღვთო სიყვარულის წადია და ესწრაფვის. ისინი თვრებიან საღვთო სიმთვრალით. ამ საღვთო სიმთვრალით სხეული შეიძლება დაბერდეს და მოკვდეს, მაგრამ სული ახლდება და ყვავილდება. ჩვენი ეკლესიის საგალობლები და ტროპარები სავსეა საღვთო ტრფიალებით. მოისმინეთ, რა წერია ტიმოთე მოციქულის კანონში. ეტრფიალე შენ თავსა საწადელთასა და შეეზავე მხურვალედ სურვილითა და მარადის ხედევთ საწადელსა მას შენსა და ხილვითა მისითა ფრთოვანქნული ზეშთა სიმაღლედ აღიწიე ტიმოთე. შეეზავე ნიშნავს გახდა ერთი, უერთდები მას, ვისაც ეტρფი და ფრთოვანქნული ნიშნავს ფრთების შესხმას, აღტაცებას. ჰოი, რა საოცარი სიტყვებია! ისეთი სიტყვების კრებული უნდა შექმნათ, რომლებიც წარმოაჩენენ საღვთო სიყვარულს, საღვთო შეშლილობას. ვერასდროს გაძღები ამ სიტყვებით. დიახ, ქრისტესადმი სიყვარული განუძღომელია. რამდენადაც იყვარებ მას, გგონია, რომ არ გიყვარს იგი და გსურს უფრო მეტად შეიყვარო, მაგრამ ამავდროულად შენი სული ივსება მისი თანამყოფობით და ქრისტეში წარუპარველი სიხარულით. მაშინ სხვა არაფრის სურვილი არ გაქვს, რაღაც ამის მსგავს წერს აბა ისააკასური. ღვთისმიერი სიხარული ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე უფრო ძლიერია და ვინც ამ სიხარულს იპოვის, არა მხოლოდ ვნებებს არ ემონება, არამედ არც საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნავს, არც სხვა რამ გრძნობაც ამჯობინებს ამ სიხარულს. ცხადია, თუ ეს სიხარული ჭეშმარიტია. სიყვარული წარმავალ ცხოვრებაზე უტკბილესია, თაფსა და გოლეულზე უტკბილესი. სიყვარული სიკვდილისთვისაც კი მზადაა მათთვის, ვინც იგი, ანუ სიყვარული შეიყვარა. და იმ გულს, რომელიც ამ სიყვარულს იწყნარებს, ამასოფლის ყველა სიტყვა ამაოდ მიაჩნია, რადგან ვერაფერი სხვა ღვთის შემეცნების სიტყვებას ვერ შეედრება. ღვთაებრივი სიყვარულით ყველაფერი ქრისტეს სამოთხის მსგავსი ხდება. ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ საოცარი სიტყვებია წმინდა პახუმი დიდის კანონშიც, რომელიც წმინდა თეოფანე კანონთქმელმა დაწერა. აღზებულმა ტრფიალებითა მოტყინარითა უვნებელობისაითა, ნიუთნივ ნებათანი დასწვენ პახუმის ანატრელო და სიყვარულითა ფრთოვანქმნილი
მიიწიე კეთილთა თავსა, რომელ არს განხრთობაი, საგალობელო. სულისა წმიდისა მადლმან გასწავა სიყვარული ღვთისაი და მის მიერ თავსა სათნოებათასა აღიწიე პახომი. და ვნებათა უაღრეს ყავს სული შენი უბიწოი. სრულითა მეუფისაითა მოწყურმან დაშრიტენ ხორცთა ფუფუნებანი მოღვაწებითა მხნეო პახუმი და ვითარცა სურნელი საკვერთხი ცხოვრება შენი შესწირე ღმერთსა. ეს საგანძურია, ეს ძალიან ძვირფასია. წმინდა თეოფანე გამორჩეული ჰიმნოგრაფია, სათნოებათა თავი, არის ღვთის სიყვარული და ეს სიყვარული არის სრულყოფილი და ურყევი. მოწყლულმა. როდესაც ჩვენი სული საღვთო ტრფიალებით განიგმირება და მოიწყულება, მაშინ სხეულის მგრძნობელობა ჭკნება. საღვთო წადილი ყოველგვარ ტკივილს ძლევს და ამგვარად ტკივილი გარდაიქმნება და ხდება ქრისტეს სიყვარული. შეიყვარეთ ქრისტე და ისიც შეგიყვარებთ და მაშინ ყველა ტკივილი გაივლის, დაიძლევარ და გარდაიქმნება. მაშინ ყველაფერი ქრისტედ, სამოთხედ გადაიქცევა. მაგრამ იმისათვის, რომ სამოთხეში ვიცხოვროთ, უნდა მოკვდეთ, ყველაფრისთვის უნდა მოკვდეთ, გავხდეთ როგორც მკვდარი. სწორედ მაშინ ვიცხოვრებთ ნამდვილი ცხოვრებით, რადგან ვიცხოვრებთ სამოთხეში. თუ ჩვენი ძველი კაცი არ მოკვდება, არაფერი გამოვა. ძალიან მიყვარს ბერიტისის პოემა მეგობრობა ქრისტესთან. წადდა ქრისტესთან მეგობრობა შემეგრძნო, მისი მხურვალე სიყვარული გულში დამეხშო. გული ვიწროა, მაგრამ ფართოვდება და იშლება და რაც მეტად იყვარებს, იმდენად ვერ ძღება. იმდენად ვერ ძღები, რაც მეტ ღვინოსვამ, მით უფრო მეტის დალევა გინდა. რაც უფრო მეტად მიეცემი ქრისტეს სიყვარულს, მით უფრო მეტად გსურს, რომ მიეცე. უნდა შევიყვაროთ ქრისტე, მთელი სულით, მთელი გულით, მთელი ძალით და მთელი გონებით. ჩვენი გულის ჩამრთველი მის სიყვარულში შევაერთოთ, რათა მასთან გავერთიანდეთ. ამას უფალი თავისთვის როდი ითხოვს, ეგოიზმით, არამედ ჩვენთვის, რომ სიხარული, ბედნიერება, ყველაფერი მოგვანიჭოს. პოეტმა მიაღწია ამას, შეიყვარა ქრისტე და ქრისტე მათ შეიყვარა იგი. მან საღვთო სიყვარულის საიდუმლო იპოვა. ეს არ არის რთული, პირიქით ძალიან ადვილია ამის აღმოჩენა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზას მიმართავთ და როგორ მოემზადებით. მართლმადიდებლური სულია საჭირო. ამ სიყვარულს, ამ ტრფიალებას, ამ ენთუზიაზმს მოწამეობამდეც კი მიხავხარ. არაფერს ანგარიშს არ უწევ, მზად ხარ თავი მსხვერპლად გაიღო. არაფრის შიში არ გაქვს. გინდა რომ წახვიდე შორს, ქვაფთაშინა და ხვრელთა ქვეყანისათა. ეს საღვთო შეშლილობა ჰქონდა წმინდა იოანე გლახაკსაც, რომელმაც მე შთამაგონა. ამ საღვთო შეშლილობით შეგულიანებული მოწამეები და ყველა წმინდანი არაფერზე უკარ არ იხევდნენ. სიხარული და მოშურნეობით მიისწრაფოდნენ მოწამეობისაკენ. ვისაც მცირედ უყვარს, მცირედს გასცემს. ვისაც უფრო მეტად უყვარს, უფრო მეტს გასცემს. და ვისაც ძალიან უყვარს, რა შეუძლია გასცეს ამის ტოლფასი, გასცემს საკუთარ თავს. მოწამეები ქრისტეს მიმართ ამ სიყვარულის გამო ვერ გრძნობდნენ მოწამეობის ტკივილებს. რაგინც სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო ეს. გაიხსენეთ სამი ყრმა, ცეცხლის სახმელში. აღუვლებდნენ რა უფალს ქებასა და დიდებას, გახურებული სახმელი ცვარად გარდაიქცა და აგრილებდა მათ. გაიხსენეთ წმინდა დიმიტრი, წმინდა გიორგი, წმინდა ეკატერინე, წმინდა ბარბარე, წმინდა პარასკევა, 40 სებასტიელი მოწამე გაყინულ ტბაში. სიმრავლე წმინდათა მოწამეთა, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ყველა ეს მოწამე და წმინდანი, როგორც აქ, ამ ქვეყანაზე და მით უფრო ახლა ზეცაში, უგალობს და ადიდებს უფალს. ისინი სამოთხეში არიან და ღვთის სახეს პირისპირ ჭვრეტენ. ეს კი ყველაფერზე აღმატებულია. როგორ წერია ზიარების შემდეგ პირველ სამადლობე ლოცვაში, ასე არ წერია სადღაც, რომელი ხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსაო? აი სამოთხე. სამოთხე ეს ღვთის სახის განუწყვეტელი ჭვრეტაა. ეს ყვავილებზეც, ეგზოტიკურ ჩიტებზეც, მოჩუხჩუხე წყაროებზეც, ვარდებზეც და ყველა მიწიან შვენიერებაზეც, ყველა ამ პატარა სიყვარულზე აღმატებულია. როდესაც ქრისტე გიყვარს, მიუხედავად ყველა უძლურებისა
და ამ უძლურებების შეგრძნებისა დარწმუნებული ხარ, რომ სიკვდილი გადალახე, იმიტომ რომ ქრისტეს სიყვარულის თანაზიარი ხარ. მეც ამის გამო ვიბრძვი, დაე ღმერთმა შემიწყალოს. ნამდვილად დღედაღამ ამის გამო ვიბრძვი თავგამოდებით. ასეა, როდესაც ქრისტეს შეიყვარებ, გინდა რომ მის გამო ევნო. ვილოცოთ, რომ ღმერთმა ღირსი გაგხადოს აქედანვე ვიხილოთ უფლის სახე.